ქალბატონო შორენა, ჩვენს ძვირფას ტელემაყურებელს უნდა შევთავაზოთ ჩემი პროფესიული რჩევების ფართო სპექტრი და ეს გამოიხატება ამაში, რომ აი ეს არის შავი ქლიავის ერთ-ერთი უძვირფასესი სახეობა. ეს წელს მცენარი არის 4 წლის, შავი ქლიავი, 4 წლის მცენარია და აქვს ძალიან კარგი განვითარება. მე მინდა რომ შენ გამოაჩინო სიმაღლეც და ეხა ყოველთვის ხეხილოვანი კულტურების დარგვა იწყება პირველ რიგში ორმოს საიდუმლოთი. აი ეს არის 4 წლის და ეს არის 1 წლის. აი ამ ხელა ჯოხი ჩავდგე. დააკვირდი ჩემო კარგო კამერით ნახე. აი აქედან აქამდე იმაში ნოემბრის ბოლოს 20 რიცხვში ან 25-ში ჩავდგე ეს პატარა ჯოხი, რომელიც მესამე ზაფხულს იქნება, ესე იგი ეს ზაფხული არა, იქით არა და იმის იქით ზაფხულს ამ ხელა და კიდე დიდი. ეს ეხლა აქტიური ვეგეტაციაა ამისი და ეს ნახე რამ ხელა მასშტაბებს ზრდის მასშტაბებს მიაღწევს. პირველი საიდუმლო ამ ყველაფრის ნომერ პირველი და უკანასკნელი არის ორმოს საიდუმლო. თავისთავად დისტანციურობა, ერთმანეთს შორის დაშორებები და ასე შემდეგ მანდამდეც მივალ და ეხლა პირველ საიდუმლოს ვამოწრო. ამოვთხარი აქ 70 სანტიმეტრის სიღრმის და 70 სანტიმეტრის სიგანის ორმო. იქ გავასუფთავე ეს მიწა დავარბილე და ფხვიერ კონსისტენციად ჩამოვაყალიბე და გავხადე და დავრგე მცენარე ერთი ადამიანის სპეცმოწვევით მეზობელის ბავშვი მოვიყვანე და რატო? წინაპართა ერთ-ერთი უძლეველი და უკვდავი ტრადიციის გამო ჭირდება 2 ხელით დაკავება დარგვის დროს. ეს არის ნამყენი და ზოგადად ეხლა საუბარი მიმდინარეობს მეხუთე თაობის ქლიავებია ეს გორიდან ერთმა უახლოესმა კარგმა ადამიანმა მაჩუქა და გამომიგზავნა საჩუქრად და ეს არის აი ესეთი დიდი წითელი ქლიავები თბილისში შემთხვევით გონი შარშარ ნახე 10 ლარი ღირდა კილოგრამი აი ეს. ხო და სახელი ამას ქვია ერთი წუთი გავიხსენო ოტომან ჯაიანტსი. აი მეხუთე თაობის ქლიავი. ესე იგი დავიცავი ეს golden ოქროს წესები, რომ ორმო ამოვთხარე 70-70-ზე. ჩავყარე შიგნით ფხვიერი მიწა, მდინარის ნაპირებიდან აღებული ალუვიური ჩამონატანი, ანუ შლამია ეს, მდინარის პირზე შავად დალექილი. მას არის ძალიან ძვირფასი ორგანული და მინერალებით გაჯერებული ძვირფასი მასა. ჩავყარე ის 1/3 და მერე დავრგე მცენარე, რომელსაც ნამყენი ადგილი მივუბრუნე შესაბამისი მიმართულებით, აი ჩანს, ნახეთ, მიწიდან არის საერთო მიწის ზედაპირიდან 5 სანტიმეტრით მაღლა ეს შეხორცების ადგილი, ნახეთ, როგორ კარგად ჩანს და ნერგი დავიკავე 2 ხელით, დავამუშავე ფესვები, ანუ ფესვი მოყვა სადღაც 25-30 სანტიმეტრიანი და შევკვეცე შესაბამისად და დავრგე და უფხვიერესი მიწით შევავსე ის ფესვთა შორის სიცარიელეები. შემდეგ მე ახლა ვამბობ კიდე პროფესიულ უძვირფასეს და ყველასთვის გასაგონ და ყველასთვის მისაღებ საიდუმლოს, რომ როცა ფხვიერი მიწით შეივსება მერე ნიადაგი კატეგორიულად სამუდამოდ მოერიდეთ დატკეპნას, სიტყვა დატკეპნას. როცა უფხვიერესი მიწით შეივსება ეს ფესვთა შორის სიცარიელეები და საერთოდ ეს ორმო, მცენარეს ცოტა ხნით, ანუ ამს ეს საიდუმლო მაპატიეთ რომ სხვაგან გადავედი, წყალი არის ყველაზე დიდი დამტკეპნი, ქალბატონო შორენა, წყალი. წყლის უხვი მოწყვით ეს ხდება 25 ნოემბერს, აქ ისეთი ის იყო, რა ქვია, უკვე სიცივეები, ტყეს ფოთოლია გაწვენილი და ყველაფერი და უხვად სადღაც 100 ლიტრით, 50 ליטრით მე წყლის ხო იცით, რამხელა მარაგები და საშუალებები მაქვს და იმით მოვწყე ეს ნერგი და დავაფიქსირე. ესე და დარჩა ეს ჯოხი.
ეხლა აი ნახეთ გამოიტანა უკვე წლიური ნაზარდები, ყლორტები 1, 2 და 3. მე ეხლა ფუნდამენტურ, კიდე ფანტასტიკურ ინფორმაციას მოგაწოდით, იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ხეში, კულტურულში ხო განსაკუთრებით და განსაკუთრებით. კატეგორიულად იკრძალება მახვილკუთხა, აი 40-45 გრადუსზე ნაკლები შეხორცების ტოტები. ეს იწვევს მომავალი ხის გადახლეჩვას. სიმძიმისგან, ნაყოფისგან და ქარებისგან იხლიჩება და მე ახლა ჩვენს დარგში არის ესეთი ფანტასტიკური ტერმინი მწვანე ოპერაცია. დააკვირდი როგორ მიმდინარეობს პატივცემულო, სადღაც მილიმეტრებზე ამ ღეროს უტოვებ, დააკვირდი გენაცვალე. ნახე, ეს ერთი. აი ნახე მეორეს, ის ნახე როგორი ძლიერი ტოტია. ეხა ამასაც მილიმეტრების აქეთ ჩავჭრი, საერთოდ უპრიანია რომ ყველა ჭრილობაზე მე ტალახის მცირე რაოდენობა გადაუსვათ. ეს არის ყოვლად ფუნდამენტური და ფანტასტიკური რჩევა ჩვენი ტელემაყურებლისთვის. ნახე, აჰა, ეს გავაკეთე და ეხლა ერთ უმცირეს ოპერაციას ქალბატონო შორენა დააკვირდით. ნახეთ ხერო სწორედ გაიზარდოს და კონდეს სილამაზე, ნახე სილამაზის მიზნით დააკვირდით. მოვა აი ესე, ნახე ცენტრალურ შტამბს, ანუ ღეროს გავუსწორებ იმ წლიურ ნაზარდს, რომელიც მომავალი ხე იქნება, აი აქედან მომავალი ხე წარმოიქმნება და აქედან გამოსული არა მახვილკუთხა ტოტებით და იმის თვალსაჩინოების მიზნით მიაბრუნე იმისკენ, ამალუჩისკენ შორენა კამერა მიაბრუნე, აი არა მახვილკუთხა, ნახე 45 გრადუსზე მეტიანები. დააკვირდი როგორ ვაფორმირებ ხეს და ამოუღებ ამ ყველაფერს ამ მწვანე ოპერაციის ხარჯზე. ნახეთ 2 წამი მრჩება, რომ უყუროს ჩვენმა დაინტერესებულმა და ძვირფასმა ტელემაყურებლებმა ამ ოპერაციებს. ამას ეწოდება მწვანე ოპერაცია, ნახეთ. ესე იგი, მომავალი ტოტები, ამას ძალას აღარ ვაკარგინებ. მომავალ წელს თქვენ აქ ვიცი რომ უეჭველად მობრძანდებით ისევ ექსკურსიაზე მაინც და ნახავთ რომ ეს რა სიმაღლეს მიაღწევს მალე. ძალიან მალე აგვისტოში გადავიღებ და აგვისტოს ბოლომდე ვეგეტაციაა, ზრდა ვეგეტაცია და გაჩვენებ სადავა ეს წლიური ნაზარდი. შორენა აქაც უაღრესად საინტერესო. ამის ბიძაშვილია ის ქლიავიც მობრძანდი ძვირფასო. დააკვირდით. აქ ნახე რა შეიძლება აქ გაკეთდეს. გარდაუვალია მწვანე ოპერაცია. აი ეს შეხორცება ამ ხეში, აი ეს ტოტი. აი 40 გრადუსზე, 45 გრადუსზე მეტია, ანუ აკმაყოფილებს სტანდარტ იმას რა ქვია მოთხოვნილებას და ამას გავზრდი დააკვირდი. ეხლა ნახე ამეებს ამოუღებ აქედან. იმიტომ რომ მახვილკუთხა შენახორცებია და იმიტომ ვუღებ მახვილკუთხა და ჩამხშირავი ტოტების გამოცლა ნაყოფიერი ხეებიდან ეს არის აგროტექნიკური უაღრესად მნიშვნელოვანი ღონისძიება და ყოველთვის ყველამ უნდა აკეთოთ ეს. თქვენ არ გჭირდებათ მაინც და მაინც ეხა სპეციალისტები. ჩვენ დროის ფაქტორში თუ ჩავჯექით, მე კიდე დეტალებს გეტყვით. ესე იგი, დარგვის საიდუმლო გითხარით, ყველაზე მთავარი, დატკეპნის უარყოფა სიტყვა ყველაზე დიდი სისულელი რაც არსებობს და რასაც ხანდახან ვიგებ. ესენი არასპეციალისტები არიან, რომელ დატკეპნაზეა ლაპარაკი. ამხელა ბელტებით, გადაუმშოვებელი მიწით, ამის ფესვებს რო ჩატკეპნი, ფესვები იცვლის მიმართულებას და რამდენიმე წლის მერე გარანტირებულად ხმება ხე, ნებისმიერი წიწოვანიც ფოთლოვანიც. ფესვები არ უნდა მოიკეცოს, როგორც შევიძენთ და როგორც აქ ესე გამოშვერილი, აი იმ მიმართულებით უნდა ჩაიდოს მიწაში, რა თქმა უნდა შეიკვეცება, ცოტა ზოგადად ახალ გადარგულ იმაში როცა ვდგავთ,
20-25 სანტიმეტრის ესეთი გამოშველი ფესვები კონდიციაა, ნორმალურია, აბსოლუტურად ნორმალურია.